სანამ მე თვითონ თემაზე ვისაუბრებ, მინდა სიტყვის მნიშვნელობაზე ვილაპარაკო. რას ნიშნავს შენთვის სიტყვა? ბიბლია ამბობს, რომ დასაწყისში იყო სიტყვა, იოანე ასე იწყებს თავის სახარებას. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და რა? სიტყვა იყო ღმერთი. ადამიანების ცხოვრებაში არ ხდება ცვალებადობა და ვერ ხდება ცვალებადობა ვერც შინაგანად და ვერც გარეგანად. იმიტომ რომ მათ ცხოვრებაში სიტყვა ან ვერ შედის, ან არ მოქმედებს. არადა ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის სიტყვა, ებრაელთა 4:12 ამბობს, ღმერთის სიტყვა არის მოქმედი. ორლესულ მახვილზე ბასრიაო. და აღწევსო ტვინთა გათიშვამდე, სახსრების გათიშვამდე და ყოფსო სულსა და მშვენობას ერთმანეთისგან. მაგრამ ღმერთის სიტყვა კი არის მოქმედი, მაგრამ შენ ცხოვრებაში იმოქმედებს? ან იმოქმედებს, ან ვერ იმოქმედებს. მე მიჭირავს ბიბლია ხელში, რამდენიმე თარგმანი გვაქვს და ბიბლია გვაქვს აქ. ეს არის ახალი აღთქმა, ეს არის ღმერთის სიტყვა. ღმერთმა დედამიწაზე დატოვა სიტყვა და სიტყვა თვითონ ღმერთია. რა დამოკიდებულებაც გაქვს სიტყვასთან და როგორც აღიქვავ, ან ღებულობ, ან არ ღებულობ, ისე ღმერთის მიმღებლობა და აღქმა არის ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთმა სიტყვაში აზრი ჩადო, აზრში ნებადევს. და სფერო არ არსებობს, რომელ სფეროზეც ღმერთმა არ გვითხრა თავისი აზრი და თავისი ნება. ჩვენ სხვადასხვა თემებს ვიღებთ აქ, სხვადასხვა საკითხებს ვეხებით. სინამდვილეში თემათა სიმრავლე კი არა გვაქვს ჩვენ აქ. გვაქვს ღმერთი რას გვეუბნება და რა უნდა სიტყვის თანახმად. მე მინდა ერთი ადგილი პავლე მოციქულის სიტყვები მუდამ გვახსოვდეს. თესალონიკელებს წერს პავლე მოციქული საბერძნეთში და ეუბნება, თესალონიკელებო, თქვენზე მადლობ ღმერთს, რომ თქვენ სხვანაირები ხართ სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით და ნახეთ, საინტერესო სიტყვას ეუბნება. მე-13 მუხლი. ამისათვის ჩვენ შეუწყვეტლივ მადლობთ, პირველ თესალონიკელთა 2:13-ია. ამისათვის ჩვენ შეუწყვეტლივ მადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთო ჩვენგან მოსმენილი სიტყვა, გიქადაგებდითო ჩვენ სიტყვას და მოგქონდა თქვენთან ღმერთის სიტყვა. არ მიიღეთო ის როგორც კაცის სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის სიტყვა, რომელიც არისო ის ჭეშმარიტად ასეა, ის ღმერთის სიტყვა, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნენო. გააჩნია როგორ ისმენ ღმერთის სიტყვას. ბევრი როცა აქედან კათედრიდან საერთოდ უნდა იცოდეთ როგორ ჩანს, ზოგი სხვაგან დაფრინავს. იყურება აქეთ-იქით, სიტყვას არ აძლევს საშუალებას და როგორც ღმერთის სიტყვა, ღმერთი მოლაპარაკე მასთან, არ აძლევს საშუალებას მოვიდეს და უთხრას, რა უნდა შეცვალოს და რა უნდა გაასწოროს თავის ცხოვრებაში. ერთხელ გახსოვთ იესო შევიდა ტაძარში და განწმინდაო ტაძარი, გადააყირავა მტრედების გამყიდველები, ფულების ის ტაძარი სინამდვილეში, რაც იერუსალიმში იყო, სიმბოლირებდა ჩვენ შინაგან სამყაროს. და დღეს ღმერთს უნდა რომ შემოვიდეს შენს შინაგანში, ჩემს შინაგანში, ყველგან და რაც მას არ მოსწონს, რაც მისთვის მიუღებელი არის, უნდა გაწმინდოს თავისი, მანო საბლის შოლტი გააკეთავ და ასე წმინდავდა ტაძარს. ჩემი სახლის სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა გამოქვაბლად აქციეთ იგი. და ღმერთს უნდა რომ გაწმინდოს, როგორც დღეს იყო ლაპარაკი, რომ მე გავწმინდე ჩემი ფანჯრები და სხვანაირად ხედავდი. ღმერთს უნდა რომ ჩვენი აზროვნების ფანჯრები გაწმინდოს, ჩვენი ხედვის ფანჯრები გაწმინდოს. საკითხს ხედავდეთ ისე, თუნდაც ღმერთის სიტყვა როგორ მივიღო, როგორ მოვექცე, როგორ ცით პავლემ თქვა თესალონიკელებს ხალხი როგორ გვისმენს ჩვენ. აი პავლემ თქვა, ვიღაცა არა, პავლემ თქვა, მაგრამ ჩვენ გითხარითო სიტყვა, მაგრამ ეს სიტყვა არ იყო ჩვენი სიტყვა. თქვენ დაიჯერეთო რომ ღმერთის სიტყვა არის და ჭეშმარიტად არისო ის, რომ ღმერთის სიტყვას ვატარებთ ჩვენ ბაგეს და მოვიტანეთო თქვენთან და რა მოხდა? მოქმედებსო თქვენში ის. ბევრი ცხოვრებაში ხედავ, პოდეშით გამონათქვამი არის ასეთი, შეაყარე კედელს სერცვი. გაგიგიათ ხო? რატო ამბობენ შეაყარე კედელს სერცვი? ელაპარაკები და არ
მიდის ადამიანამდე ის. მე მინდა ესეთი რაღაც თქვა. არსებობს კანონები. მაგალითად მიზიდულობის კანონი. ვისაც უნდა რომ მიზიდულობის კანონი დაარღვიოს, გადმოხდება სიმაღლიდან და ერთ სურათს ვნახავთ. რა მოხდება? კანონი დაარღვოს მის აი ამ უგუნურებას და პიროვნება აღმოჩნდება ან გარდაცვლილი ან დამტვრეული. იმიტომ რომ კანონის დამრღვევი თვითონ იქნება დარღვეული. იცით ქრისტემ თქვა ბოლო დროს ბევრი მოვა ჩემთან და მეტყვის უფალო მე ვეტყვი გამშორდით მოქმედო უსჯულოებისანო. სიტყვა უსჯულოება უკანონობას ნიშნავს. რუსულში წერია отойдите от меня делающий беззаконие. ანუ უკანონო ღმერთის კანონების წინააღმდეგ მოქმედებდით თქვენ. ღმერთის კანონების წინააღმდეგ მოძრაობდით თქვენ და გამშორდით მე, იმიტომ რომ მე არ გიცნობ თქვენ. ღმერთს აქვს თავისი წესები და მე ჩემ ქრისტიანულ ცხოვრებაში მინახავს და თვითონ ქრისტემაც თქვა ღმერთის სიტყვა არ არის მაიძულებელი ადამიანის, მომწოდებელი ადამიანის. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მოდი და საპატარძლობას თქვა მოდი, მაგრამ უნდა მოვიდეს პიროვნება და დაეთანხმოს ღმერთის სიტყვას, რომ ის სიტყვა დაგიცავს, შეგინახავს, გაკურთხებს და ყველაფერს მოგცემს. მაგრამ ბიბლია ამბობს, ვისაც ის დაეცემა, დაიმსხვრევა და ვისაც ის დაეცემა, გასრეს. ღმერთის სიტყვას ვერ დაარღვევ. მე მინდა რომ დაგარწმუნო, რომ ღმერთის არ ხარ ისეთი დედამიწაზე არსება, რომ ღმერთის სიტყვის დარღვევა შეგეძლოს. მაგრამ ღმერთის სიტყვას რომ შეუძლია შენი დარღვევა, იმიტომ ვარ ჩვენ აქ რომ ეს არ მოხდეს. ვისაც ის დაეცემა, ქრისტემ თქვა კუთხედია, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვა კუთხედად იქნა. ვისაც ის დაეცემა, დასრეს. და ვისაც ის დაეცემა, დაიმსხვრევა. ამიტომ არის ხშირად ადამიანები, რომელსაც ველაპარაკებით ღმერთის სიტყვიდან, წერილი ასე ამბობს, ჩემო კარგო. და პიროვნება ეწინააღმდეგება ამ კანონს, აი ამ წესს, ღმერთის აზრს, ღმერთის იმ დადგენილებებს, რაც წერილიდან გვაქვს მოცემული. და როცა პიროვნება წინააღმდეგობაშია, მე მეშინია ხოლმე მაგისმაგიურად რა შეიძლება დადგეს ბოლოში. ეხლა ამ პიროვნებას შეუძლია წერილის წინააღმდეგ წავიდეს, წერილი დაარღვიოს, წერილი უკუნისამდეა გამტკიცებული წაში. ვერავინ ვერ დაარღვევს წერილს. წერილი კი უამრავი ადამიანები უკვე დაარღვია წერილის დარღვევის წინააღმდეგ წასვლით და ვიღაცა დასრესილიც მინახავს და ვიღაცა დამსხვრეულიც. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გითხრათ, გეშინოდეს ღმერთის სიტყვასთან ურთიერთობის. იყავი მოკრძალებული, ისაიას 66 თავის მეორე მუხლში წერია, ღმერთმა თქვა, აი ვის მივაპყრობ მზერას, ვისკენ გადავიტან ყურადღებას, გულმოდრეკლსა თავმდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშსო. ეს საზეპირო მუხლი არ არის, ეს ცხოვრების წესია. ჩემი სიტყვების წინაშე ვინც მოშიშებით დგას, რომ ან არ დამეცეს, ან არ დამსრისოს, ან არ დავიმსხვრე ამ სიტყვაზე. სიტყვა რომ ასე გვეუბნება და მე საწინააღმდეგოდ ვაზროვნებ, ძნელია პავლეს ეუბნება, პავლე, როცა მიდიოდა ქრისტიანების სადან, ძნელია პავლე წვეთის წინააღმდეგ წასვლა. ვის შეუძლია წვეტი გააფუჭოს. წამოეგები წვეთს და შენ თავს აუნებ. ამიტომ მოდით ერთი რაღაც გავიგოთ. შინაგანად მე უნდა გავემზადო. თუ ღმერთის სიტყვა მეუბნება, როგორ რა უფლება შეიძლება მქონდეს, იმიტომ რომ ღმერთი სიტყვაში აზრს მაწვდის. აზრში ნებას მიცხადებს თავისას. მე მსახურება ღმერთი და მეუბნება, შენთვის ეს მაქვს და ეს მინდა რომ მოვიტანო და მე სიტყვის მიმართ მაქვს იგნორი ჩართული. იგნორი დამოკიდებულება მაქვს. ან მე თითქოს მე მაქვს უფლება მივიღო, ან არ მივიღო. უნდა მეშინოდეს რო არ მივიღო რა დამემართება. რა დამემართება რო არ მივიღო ეს სიტყვა. მაგრამ რომ მივიღებ და რომ დავემორჩილები, რამხელა კურთხევა და სიკეთე შეიძლება წამოვიდეს ჩემს თავზე და არა მარტო ჩემზე, ჩემს ირგვლივ ყოფ ადამიანებზე. ამიტომ მოვდივართ რა ეკლესიაში. ღმერთის სიტყვას ვღებულობთ როგორც ხვიჩასნა თქვა. ხვიჩამ თქვა. პასტორმა თქვა, პასტორმა თქვა, კი, პასტორის პირიდან მოისმინე. შეიძლება სხვა ადამიანის პირიდან მოისმინე, მაგრამ ვინ თქვაზე კი არ არის ლაპარაკი. ვისი სიტყვა იყო ის? და პავლემ თქვა, თქვენ რომ მიიღეთ ეს როგორც ღმერთის სიტყვა,
მე უმოწმოს, რომელიც არის ჭეშმარიტად. რომელიც მოქმედებს კიდეც. თუ მიიღე ის როგორც ხვიჩამ თქვა, სხვები სხვა ამბობენ, შენ მეზობელმა ცხო თქვა. პაპიდაშვილი, მამიდაშვილები ცხო გვეუბნევიან რაღაცებს. და როგორ გავაკეთოთ ახლა? იმანაც თქვა. ზოგჯერ ადამიანების აზრი უფრო მოქმედებს ხოლმე ჩვენს გადასაგდებად გზიდან, ვიდრე ღმერთის ცოცხალი სიტყვა. არა და როგორც თქვი, ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი და ორლოსულ მახვილზე გასწრი. ერემიას 23:29-29-23 ღმერთმა თვითონ თქვა, ჩემი სიტყვა უროსავითაა, გალდეს რო ანგრევს. დიდ რაღაცებს ანგრევს ადამიანების ცხოვრებაში. უროსავით არისო, გალდეს რო ანგრევს და ცეცხლივითაა დღეს რო წვავს. ღმერთის სიტყვა როგორ არის მიღებული, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შედეგებს მოიტანს. მე მასთან მაქვს ესე დამოკიდებულება ბიბლია, ხო გაგონილი მაგრამ არა მე ცოცხალ სიტყვასთან. და სიტყვა არის ღმერთი. დასაწყისში იყო სიტყვა, იოანეს სახარების პირველი. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთია. გამოცხადების 19 თავის 13 მუხლში წერია, იოანემ გავიხედე და დავინახე იესო განდიდებული და მასო სისხლში ამოვლებული სამოსელი ეცვა და თეძოზე ეწერაო ღმერთის სიტყვა. უფალთა უფალი და მეფეთა მეფე და ღმერთის სიტყვა. იესო ქრისტე განკაცებული ღმერთის სიტყვა, ანუ ღმერთის აზრი და ღმერთისა თუ რაიმე უნდა გავიგოთ ქრისტეს მოძღვრებიდან ღებულობ. ამიტომ კიდე ერთხელ მინდა თქვა, ნუ იქნები უსჯულო. სჯული ძველი ქართული სიტყვა და კანონს ნიშნავს. უკანონობისკენ ნუ წავხვალ, იმიტომ რომ კანონს ვერ დაარღვევ, კანონი დაგარღვევს. კანონი უფრო ძლიერია, ვერაფერს ვერ უზავ, მაგრამ შენს ბედსა ცხოვრებას კი შეიძლება დიდი და ცუდი რაღაცები დამართო. ამიტომ ჯობია აქედანვე. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ღმერთის კანონებს ვემორჩილები. უსჯულო, ანუ უკანონობით არ ვივლი, უწესოდ არ ვიცხოვრობ. ღმერთის კანონს და წესს დავამორჩილები ყველაფერში. ერთხელ ერთი პიროვნება მეუბნება, მამა ჩემი იცი როგორია? მამამისზე მელაპარაკება. მე ვთქვი, ბიბლიაში არსადარ წერია. ავკარგობა შეამოწმე მშობლის. შენ გითხრეს, შენსკენ კანონია და წესი, შენ უნდა იცოდე როგორ მოექცე მშობელს. მისი ავკარგობა შენი გასასწორებელი არ არის, წარსულში, ეხლა თუ მომავალში. შენი დამოკიდებულება გიწერია, შენ როგორ უნდა მოიქცე კანონიერად მის მიმართ. როგორია ეს კანონი? როგორ და სამართალი უნდა ურჩიო შენებურად რაღაც არა. ამას ეშმაკი აკეთებს თავგზას რო ურევს ადამიანს, რომ ღმერთის სიტყვასთან დააპირისპიროს და ღმერთის კანონებთან დააპირისპიროს ადამიანები. მაგრამ მშობელი განსაკუთრებულად მამა. მამის კურთხევის მსგავსი დედამიწაზე არაფერი არ არის. ამიტომ იყო ხელს რო ადებდნენ. იაკობი რო ჩაიყვანა იოსებმა და ჩემი შვილები მიკურთხე და მამა დაადე ხელი. ამიტომ იყო ისააკმა რო დაადო ხელი იაკობს დააკურთხა და მამის კურთხევა მერე მოვიდა ესავიც და თქვა აღარაფერი არ დაგრჩა, არა, ყველაფერი წაიღო იმან. რა წაიღო ხელის დადებით, რა უნდა წაიღო და რა უნდა გულის განწყობაზე არის დამოკიდებული. მშობელთან როგორ განაწყობ მშობლის, მშობელმა შეიძლება ლოცვა არ იცის, მაგრამ მისი სწორად განწყობილი გული იცოდე გაყვება 100 წელი სიკეთეში. ეს კანონი იმუშავებს. მამა ჩემს მე ვემსახურებოდი, როცა უჭირდა საავადმყოფოში დამყავდა, ვეფერებოდი რაღაცებს უკეთებ, მიყავდა და კაცი ხვდებოდა, რომ აი როგორც ილია წინასწარმეტყველთან მივიდა, ილია წინასწარმეტყველებმა ღმერთი მაგზავნისო, ესეუბნება იორდანესო და შენ დარჩი აქო. მე არ დარჩები. მე იქ მაგზავნის იერიხონს არც დარჩებ, შენ გვერდით ვიქნებ, ბოლოს რა გინდა, რატო დამდა, რა გინდა. და კურთხევა მინდა ორმაგად. კურთხევა გინდა ორმაგად. მაშინ თუ შემამაღლებას დაინახავ, გადმოვა ეს კურთხევა. მართლაც მიიღო ეს ორმაგი კურთხევა. რატო ეფერებ მამაშენს? დედას რატო ეფერებ? მშობლებთან რატო გაქვს ეს და კანონია ასეთი. პატივი უნდა სცე დედას და მამას. რატომ? რათა სიკეთე გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. და შენი ოცნებები ახდეს. მაგრამ მშობელს რო იმას ეთქვი, მუხლზე გადაგიმტრეო. ხო უკვე დამთავრებულია, აი სულ რომ მურწმუნომ შეხედოს, რომელსაც ღმერთის წესები და კანონები არ იცის. და ასეთ დამოკიდებულებას იჭ. რა თქმა უნდა მიზეზი არსებობს, გამოიწვია მშობელმა, რაღაცა გააკეთა, მაგრამ მაინც ერთი რაღაც არის, ქრისტე რას ამბობდა, როცა ჯვარზე იყო გაკრული, აპატია მამა არ იციან რას აკეთებენ. ჩვენ კი იმისთვის ვართ, რომ ხალხს უთხრათ, ნუ დაუპირისპირდები ღმერთის სიტყვას. წააგებ, მაგრა წააგებ.
ძალიან ცუდი რაღაცები დადგება და არ მინდა რომ ეს მოხდეს. და ღმერთის სიტყვა ხო არ ეხება მარტო მშობელსა და შვილის ურთიერთობას. ეხება ყველა სფეროს. ყველა სფეროს. და ჩვენ არ შეიძლება ღმერთის სიტყვას დაუპირისპირდეთ და მე ოცნებობდეთ დიდ რაღაცებზე. მე როცა ღმერთის სიტყვა ილაპარაკება, მეშინია რომ ჩემი აზრი არ დაუხვედრო საწინააღმდეგოდ ღმერთი. მე ის მინდა მივიღო, იმიტომ რომ ღმერთი გველაპარაკება სიტყვით და აზრით და გვაწვდის იმ სიკეთეს, რომელიც მასშია. კეთილსასროლო და სრულყოფილი ღმერთის ნებაში გვიცხადდება. ამინ. მაშასე, მოდით მივიღოთ სიტყვა ღმერთისაგან გამოგზავნილი, რომელიც უნდა შემოვიდეს ჩვენში, დაიჭიროს ადგილი. ამ სიტყვაში არის აზრი, აზრში არის ნება და ღმერთის ნებას ვეხებით, რომელთა 12 სორში წერია, ღმერთის ნება არის მარტო ჩვენთვის, კეთილსასროლო სრულყოფილი. მე რა ჩემი ნებით დავდიო, რომ მე იმდენი სიკეთეები მინდა, რომ გინდა, იქნება თუ არ იქნება, ჯერ კიდე საკითხავია. მინდა. შენი მინდით შეიძლება არ იყოს ის, მაგრამ როცა ღმერთი გეუბნება, რომ ასე იქნება, როცა ჩემი ნების თანახმად მოიქცევი, ის აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება ისე. დღეგრძელი იქნება და სიკეთე გექნება ქვეყანაზე. როცა მშობლებთან, თუ კი ღმერთი ამოსვას, ეს ასე იქნება. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ როგორც გვინდა, ისე არ ხდება ხოლმე. მარტო გვინდა რჩება და ყველაფერი ჰაერშია. ამიტომ ღმერთის სიტყვის სწავლას, ღმერთის ნების გაგებას მაძიებლობა ჭირდება და მაძიებლობაში, როცა პიროვნება ისწავლის და გაიგებს, მე ცხოვრობს იმის მიხედვით და ხშირად ვთქვამთ ხოლმე ჩემთვის მუშაობს, ეს მუშაობს, მოქმედებს, კი მოქმედებს და რეალური არის და პრაქტიკულია. ცხადად ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ როცა ამ სიტყვაში რჩები და ეს სიტყვა რჩება შენში, ის ყველაფერი რეალურ სახელს და რეალურ გამოვლენებას ახდენს. და ყველამ თქოს მომავალ. ამინ. მე დღეს ერთ სიტყვაზე უნდა ვილაპარაკო, ერთ სიტყვაზე. და ეს სიტყვა ზუსტად იმ 7 საფეხურიდან არის აღებული, რომელსაც ჩვენ გავდიოდით, მაგრამ მე უნდა შევეხო ამ ერთ სიტყვას. მეოთხე საფეხური ამ 7 ნაბიჯის არის მოთმინება. მოთმინება. იქ ჩამოთვლილია საფეხურები და აღარ დაუბრუნდები მე პეტრეს წერილს და პეტრე მოციქული ამბობს, თავშეკავებაში განავითარეთო თქვენს თავში მოთმინება. ბევრგან სიტყვა სინონიმად არის გამოყენებული და სულ გრძელება. 21 საუკუნე ერთ-ერთი დაავადება არის ადამიანებს აღარაფრის მოთმინება აღარ უნდათ. ნების ყოფა არ გააჩნიათ. და ეშმაკი ამით ეს რო არ არის ართმევს და უნგრევს ყველაფერს, რაც კი ღმერთს უნდა რომ მოეტანა ადამიანთა ცხოვრებაში. ზოგი ვერ ითმენს მსახურებაზე მოვიდეს და დაჯდეს და აბრალეს რომ ოი ხუჩ ალაპარაკობს დიდხანს. ზოგი ვერ ითმენს რომ ადგეს ფეხზე და ადიდოს ღმერთი რაღაც გაგს. აი რაღა მე რო ვაკვირდები იცოდეთ. მინდა დავინახოთ სიტყვის სინათლეზე. მოუთმენელი ადამიანი ჯერ კიდევ ორი ფეხით კოჭლობს. ხან მარჯვენა, ხან მარცხნივ. ნუ კოჭლობთ ორი ფეხით. როცა ადამიანი ვერ ითმენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქმარია დამნაშავე თუ ცოლი ვერ ითმენს. თუ ქმარი ვერ ითმენს, ცოლია დამნაშავე. თუ მშობლები მოუთმენლები არიან, შვილები გამოუვიდა ძალიან ცუდები. თუ შვილები არიან მოუთმენელი და არ არიან ნებისყოფის მატარებლები, მშობლები არიან ეგეთი რაღაცნაირი და გადადის მერე თანამშრომელი, უფროსი, როცა თანამშრომელი საკუთარი თავს ვერ აკონტროლებს და თვითნებობით არის, აი, რა ქარიც დაუბერავს. იმ ხასიათზე დგება, ამინდის ქრისტიანებს ეძახიან ხოლმე ზოგჯერ ასეთებს. ხო, იმისგან ბევრ სერიოზულს არ უნდა ელოდო. მაგრამ პიროვნება თუ არის ნებისყოფის მატარებელი. თუ პიროვნება არის მოთმინების მატარებელი. ნებისმიერი რაღაცა მიანდე და ბოლომდე ჩაიტანს. შეძლებს ერთი პიროვნება მოვიდა ერთხელ და მითხრა ძალიან ცუდ დღეში ვარ პასტორ მიშველი. რა გიშველი? უკვე ღმერთის სახელი იგმობა ჩემი ცხოვრების წარმართებში. ღმერთის სახელი ამაზე საშინელი რა შეიძლება იყოსო? ერთი ოცნება მაქვს პასტორ, რა ოცნება მაქვს? თვალი გავახილო და ვალები არ მქონდესო.
თვალს გავახელ თუ არ და მირეკავენ ვალი როდის მომცემს და უკვე რო ვეღარ ვაძლევ ღმერთის სახელი იგმობა წარმართებში მიშველე რაღაცა პასტორთ და ეს ვალები არ იყო 10 და 20 და 100 ლარი 10,000-ებს ზემოთ იყო გადაცილებული ბევრი და პროცენტიანები რა უნდა გიშველო რა უნდა გავაკეთო არ დავიცნობ რომ კარგი ადამიანია ღვთისმოსავი ადამიანი ღმერთი უყვარს და მოხდა მის ცხოვრებაში მას მოუწია ქვეყნიდან გასვლა დავეხმარეთ გაუკეთეთ ისეთი რაღაცა რასაც მე შინაგანად ვზნობდი რომ ღმერთი ამბობდა რომ გაგვიკეთებინა წავიდა მან გაიარა რთული და ძნელი რაღაც მაგრამ ვიცოდი ეს ადამიანი სადაც გინდა ჩააგდე ნებისყოფა აქ ისეთი სიტყვა თქვა რომ ყველაფერს დავაბრუნებ პასტორ ყველაფერს გავასწორებ ყველაფერს თავის ადგილზე მივიტან სიტყვა ნებისყოფა და დაიწყო პროცესი ყველაფერი გააკეთა ყველა ვალი გადაიხადა ვისათანაც რა იყო ყველაფერი მისცა დაურიგა იქიდან მიათედი არასოდეს არ ჩაუგდია საჭიროებებში ჩართული იყო რა საჭიროებებიც იყო ეკლესიაში რო ხედავთ რა მე უნდა ვიყიდო ეგ დამაცადეთ რაღაცა მაქვს გათვლილი ღმერთი მკარნახს რა როგორ გავაკეთო ჩამოვიდა იქიდან მე მეუბნოდა ერთი ოცნება მაქვს თვითფრინა რო გადაიფრენს აქ როდის ვიჯდები მე იქ მიდიხ წავასახში როდის დამთავრდება ეს ყველაფერი მეთქე დამთავრდება ნუ გეშინია დამთავრდება ხან დაიწყო და გეუბნეთ გაიარა ეს წლები თან ასაკში იყო გამოიარა ურთულესი რაღაცები მე ვხედავდი მაგრამ ყველაფერზე გაიმარჯვა ჩამოვიდა ბინაც იყიდა გაარემონტა კიდეც ყველაფერი და დღესაც გძნობ რომ ღმერთი მასთან არის ღმერთი მასთან არის ხელი ებართება ყველაფერში და იტყვი ეს რა სხვადასხვანაირად ვქადაგებ და სხვადასხვანაირად ვეუბნევით ადამიანებს არა იმან უბრალოდ მიიღო ეს და თქვა მე სიტყვის ქრისტიანი მინდა ვიყო მე ღმერთს ვერ წმუნა და ღმერთი ჩემთან არის და მე მიხარია ძალიან როცა ვხედავ ადამიანებს რომლებსაც სადაც არ უნდა გაუშვა სადაც არ უნდა წავიდნენ ისინი ყველგან გაიმარჯვებენ იმიტომ რომ ისეთი მოთმინება აქვს და კაჟები არიან რაც გინდა შეხვდეთ წინ შეუძლებელი შესაძლებელი ხდება მათთვის ზოგი მარტო ენით არის მე მასთან ერთად შევძლებ ყველაფერს სადარ მოთმინებას თუ არ ხედავ და ვერაფერსაც ვერ შეძლებ გარწმუნებ თუ შიგნით ღმერთმა ჯერ სამუშაო არ ჩაატარა შენ შიგნით ვერ შეძლებ მე კი არ ცუც კი არ გიწინასწარმეტყველებ და შენ კეთილ ახსარებას აკეთებ და ხა პასტორის საწინააღმდეგოდ მოდი არა ღმერთი შეგვაძლებინებს იმ დროს როცა გეუბნება რომ სულის ნაყოფები გალატელთა წერილში მოდით ნახოთ ჩამოთვლილი არის რომ შენ სულში თუ ეს ნაყოფები არ არის რა თქმა უნდა მისაღწევი გაქვს რომ ამ ნაყოფით მე სხვა რაღაცები მიიღო და ნახო და ჩამოთვლილია სულის ნაყოფები გალატელთა მეხუთე თავი 22-23 მუხლებში ხოლო სულის ნაყოფები ასეთია ადამიანი სიყვარულის ბუნების მატარებელია სიხარული მშვიდობა აქვს გულში დამშვიდებულია მის ცხოვრება და მომთმენი არისო ძალიან კეთილია და ერთგულია სიწმინდით და თავშეკავებით არის ამათ წინააღმდეგ არ არისო სჯული სულ გრძელება წერია სინონიმურად აქ, მაგრამ უნდა იცოდე, თუ გინდა რომ ღმერთის აღთქმები მიიღო, მე როგორც პასტორი აქედან გეუბნები, დაიწყე მუშაობა შენს თავზე, რომ დიდი მოთმინება გქონდეს. და როცა მოთმინება გამოგელევა, რუსულში წერია, პერიკლუჩის на долготерпение მე დიდ მოთმინებაზე უნდა გადაერთო. ქრისტემ თქვა ლუკას 15-ში წერია, პოხიერნიადაგზე დათესილი ვინ არიანო ესენიო? ვინ არის პოხიერნიადაგზე? და იქეუნა ვინც გულის ყურით მოისმენს სიტყვას და მოთმინებით იძლევიან შედეგსო მოთმინებით იძლევიან ნაყოფს ოხიერნიადაგზე დათესილი უხსნის რომ ეს ის ადამიანები არიან ვის გულშიც მოხვდა ღმერთის სიტყვა მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რა კი ღმერთის სიტყვა მოვისმინე და კარგად გავიაზრე წინ გარწმუნებ დიდი სირთულეები გელეს დღეს არ ვიცი ეს დაემთხვა ალბათ ქეთიმაც რო ელაპარაკა ქარი წვიმად ამდინარე ეკვეთავ ამ სახლს იცი სახლს როცა ეკვეთება კიდე არა უშავს იმიტომ რომ სახლი მკვდარი რაღაცისაგან არის აშენებული მაგრამ ჩვენ რეალურ ცოცხალ კვეთაზე არის ლაპარაკი ისეთი რაღაცები შეხვდება ისეთი
თუ გინდა რომ კლდეზე იყო აშენებული, მაშინ უნდა იყო კაჟი, უნდა იყო ძალიან ესეთი ნებისყოფიანი და უნდა გაუძლო აი ამ ცილის სამებას, აი ამ სირთულეს, აი ამ წნეხს, აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა, ზუსტად ესენი იძლევიან ნაყოფს. ვინც გულისხმობით ჩაწვდება და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს. ეკვეთა ამ სახლს და უნდა გაუძლოს ამან. ცხოვრებაში ვატყობ ხოლმე მისმენთ ყურადღებით ჩვენ სავარჯიშოები გვაქვს სულიერობაში. ღმერთი მე მასწავლეს, შეგიძლია რო არ ილაპარაკო და ისე მოითმინო? კომენტარი არ პარი არ გამოუშვა. და ჩემთან იქონია ურთიერთობა, მე გასწავლე რაღაცებს. ჩვენ თუ ვიღაცამ რაღაცა გვითხრა, სკაპ ვიღაცას უნდა მიწეროთ აუცილებლად, ხო უნდა იქით უნდა პარი და ცეცხლი გაუშვა სხვაგან. თორე ჩვენ შიგნით გვანადგურებს, იმიტომ რომ მოთმინება არ გვაქვს. თუ მოთმინებას გამოიმუშავებ, ჩემო კარგო, იცოდე რომ ჯვარს აცმევ შენს მოუთმენლობას. განთავისუფლდები ძველი კაცისგან და დაიწყებს შემოსვას ახალი კაცით. მოთმინება მე ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ მიყვარდა მოთმინება. ორჭიქას დავლევდი და აქეთ მithმინოს ყველა. აქეთ ვათმენინებდი ადამიანებს, ჩემს ცუდ სიტყვებს, ჩემს რაღაცა უხასიათობებს, ყველაფერს და რა თქმა უნდა, ჩემ ცხოვრება რო არ მიდიოდა კარგად, ეს ასია. ბევრი ითმენდა ჩემს შეურაცხყოფებელს, რომ ვათმენინებდი რაღაცას, იმიტომ რომ ზოგის ნათესავი ვიყავი, ზოგი იმას ითვალისწინებდა, ზოგი ამას ითვალისწინებდა და ასე ხდებოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ცხოვრებაში გინდა რაიმეს მოეწიო, არის წესი, უნდა იყვე მომთმენი. ქრისტემ პირდაპირ თქვა, მოთმინებით იძლევიან ნაყოფს. არ იქნება მოთმინება, ეკვეთება ამ სახლს. აი ესე მითხრა და ესე მოითმინე, რო გითხრა, მოითმინე. ქრისტეს რას ეძახდნენ, იცი? ბელზე ეშმაკის მთავარიაო. ღმერთზე ამბობდნენ, ეშმაკის მთავარია. მაგრამ მანო მისთვის შეთავაზებული გვირგვინის ნაცვლად მოითმინა ჯვარი. და რატო გააკეთე ეს, რომ ჩვენ მაგალითი მოეცა ჩვენთვის? მათეს 24:13 მოხსე წერია. ბოლომდის მომთმენი გადარჩებიან. ყველა კი არ გადარჩება. ბოლომდის მომთმენი. ვითმენთ და კიდევ გვექნება წინ მოსათმენი. მაგრამ მოთმინება ნერვოსში არ გადაიზრდება. მოთმინება განამტკიცებს ჩვენს რწმენას. რომ აღმთქმელი ერთგულია. ერთი მეგობარი მყავს სომეხი. პასტორი დაბლაიქადა გაერთხელ ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცია. გრინ კარტა მოიგო, ამერიკაში წავიდა. იქიდან მერთვება ხოლმე ხვიჭა, ჩემი ოცნებების ასრულება დაიწყო მეუბნება იქიდან. აი ესია, ჩავიდა თუ არ თავისი ოცნების მანქანა ეგრევე გამოიყვანა სალონიდან. და იქო $200-300 ვიხდი თვეშიო და უკვე დავდივარ ამ მანქანით 5 წელი ვივლი. მე გადავჯდები ახალი რო გამოვა ზუსტად ესეთი, ასე რომ ძალიან აი ხალხისთვის შეთავაზებული პირობებია. ეგ სამსახური არის, მუშაობენ თვითონაც მეუღლეც, გოგოები დიდები ყავს. იმათაც დაიწყეს მუშაობა. ყველაფერი, იცი ამერიკას რა აქვსო? თუ გინდა ამერიკაზე რაიმე გაიგო, სამი რაღაც უნდა იცოდეო. პირველი. იმუშავე, გადაიხადე, იცხოვრე. ამერიკა ამაზე დგასო, თუ ეს სამი რაღაცა. აი რომ იხვალ ეგრევე შეხვდა პირველ. თუ არ იმუშავებ და არ გადაიხდი, ვერ იცხოვრებ. ბევრი იმუშავე, ბევრი გადაიხადე და კარგად იცხოვრე. გაძლევენ საშუალებას, რომ ბევრი იმუშაო, ბევრი შეიტანო ბიუჯეტში და ბევრი და კარგად იცხოვრო. აი ამ სამ პრინციპზე დგას მთელი შენი ამერიკის აი ეს ბიზნეს, ეკონომიკა და ყველაფერი. გინდა რომ კარგად იცხოვრო, ბევრი იმუშავე, ბევრი გადაიხადე და კარგადაც იცხოვრე. და ეს პრინციპი მე ვნახე ბიბლიაშიც. ებრაელთა წერილი მეათე თავი 35 მუხლი. შეხედეთ რას ამბობს პავლე მოციქული, როცა უხსნის მათ, ვინც ელოდებოდნენ ღმერთის აღთქმებს და ღმერთის შეპირებას. ებრაელთა 10:35. და 36. მაშინ მიეტოვეთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. იარეთ ამ მართლობ და 36 მუხლი. მოთმინება გესაჭიროებათ თქვენ პირველი უნდა ასრულოთ ამ ღმერთის ნება და მიიღებთ აღთქმულს. რა გჭირდება რომ მიიღო? პირველი
მოთმინება გესაჭიროება დაელოდე მე მინდა ყველაფერი დღეს და ახლა თუ არ და არა მე არაფრის მოთმენას არ ვაპირებ აი ნერვოზი დამეწყო არა ბიბლიამოს შენ აღთქმის მისაღებად მოთმინება გესაჭიროება პირველი მეორე რა გჭირდება კიდე თან ღმერთისნება უნდა ასრულო მოთმინებაში უნდა აკეთო ის რასაც ღმერთი კარდახობს მოთმინების დღეებში რომ მიიღოთ აღთქმულია ღმერთი ასე არ იძლევა აღთქმულს იოსებ შენზე მაქვს ხედვა რომ შენ იქნები დიდი კაცი ხო მართლა მივიდა თავის ძმებს უთხრა მე დიდი კაცი ვიქნები ეს მეოცნებეო გუშინაც უსმენდი ერთ გადაგებას ეს მეოცნებე ნახე მოვიდაო და აიღეს ძმებმა და ორმოში ჩააგდეს ნახოთ როგორ აუხდება სიზმრები მაგრამ იოსებმა თქვა იბისთვის რომ მიიღო აღთქმული მოთმინება მესაჭიროება მე თან რო გაყიდეს მე ძმებმა და პატიფარის ცოლის თავაზობდა გართობასა და სიამოვნებას ღმერთმა უთხრა შენ წმინდად უნდა შეინახო თავი სუფთად უნდა იარო ისე რომ ბოლოში მიიღო აღთქმული მოთმინება გჭირდება ძმებმა გაყიდეს მონათხარ სადღაცას მოთმინება და რა თან უნდა ასრულო ღმერთის ნება რომ არ გადაუხვიო მარჯვნივ და მარცხნივ და ბოლოში გელოდება აღთქმული ზოგი აღთქმულს ელოდება ილუზიით აი ოცნებით ელოდება არაფერს არ ითმენს თავს არ იკავებს რაღაცებისგან არ აკეთებს დღეს ღმერთის ნების შესაბამისად რაღაცას მე არ ვიცი საიდან მოვახდინე ერთი რაღაცა მინდა გავიგოთ მის წინეთ ყურადღებით რაღაცა მინდა გითხრათ ქრისტემ ერთი ასეთ სიტყვა თქვა მოდის ჟამი და ახლა არის ეს არის იოანეს მეხუთე თავი და 24 მოხდის წერია ჩემი მორწმუნე ვისაც მე ვწამორო სასამართლოზე არ მიდის ის სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდაო იოანეს მეხუთე თავის 24 მოხდში არის ეს და 25-დან იწყება მე ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ მოდის ჟამი და ახლა არის როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიანო მოდის და არის უკვე ეს იცი ხალხი მკვდარია ღმერთისთვის სინამდვილეში დაკარგული ძე როცა მივიდა მამასთან ის მამამ თქვა ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდაო დაკარგული იყო და გამოჩნდა მართლა მკვდარი ხო არ იყო ის ხო ცოცხალი იყო ის ხო სადღაცაც ხარჯავდა იმ ქონებას და ანიავდა მკვდარი არ იყო მკვდარი იყო მამისთვის და მამამ თქვა ის მკვდარი იყო და გაცოცხლდა ქრისტემ თქვა ეხლა არის ჟამი და კიდევ მოდის როცა თან ორჯერ როცა ამბობს ჭეშმარიტად გეუბნებით აი 100%-ით ასე იქნება მოდის ჟამი როცა მკვდრებიო მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან სინამდვილეში აქ სულიერ მკვდრებზეა ლაპარაკი და ჩვენში არის რაღაცა მკვდარი რასაც ღმერთი აცოცხლებს ერთ ქადაგებას უსმენდი და ქადაგების დროს ქადაგებელმა შეიძლება ასე დაიწყოს ლაპარაკი მაგრამ ქრისტემ თქვა მათი მუცლიდან იდინებს ცოცხალი წყლის მდინარეები და პიროვნებამ არ უნდა დაგმოს სული წმინდა რომ ქრისტემ თქვა ზოგჯერ პასტორი დადგება კათედრასთან და ლაპარაკობს შენ კი მისი ხმა გესმის ის ელაპარაკება შენ გულს მას აქვს სიტყვა შენთვის და მსმენელნიო გაცოცხლდებიან რას ნიშნავს სული წმინდის გმობა შენ ხო მე არ ვარმყოფ შენ ხო ის ვინც შიგნით გიკაკუნებს ვინც გელაპარაკება და მიგითითებს იმას უკუაგდებ და ქრისტემ თქვა ვინც სული წმინდას დაგმოს მას არ ეპატიება არც ამ ქვეყნა და არც შემდგომში ამიტომ ყურადღებიანები ვართ უფლის სიტყვის მიმართ რომ გავაკეთოთ ის რასაც ღმერთი გვეუბნება რამდენიმე მოხლი მინდა გითხრათ მოთმინებასთან დაკავშირებით შემოკარგებო ჩვენ ერთადაც გვიწევს საქმის კეთება და როცა მსახურებაზე რაღაცაზე მივდივარ ჩვენ ბევრი რაღაცები გვხვდება წინ და მინდა რომ ჩვენ ვიზრდებოდეთ მოთმინებაშიც რწმენის სიმტკიცითაც ღმერთის ნების შესრულებითაც და იმავე დროს უყურებ მე და პიროვნება ღებულობს მოთმინებით აღთქმებს ვინც მოითმენს ქრისტემ თქვა ბოლომდის მომთმენი გადარჩებიან და ეს გადარჩენა არ არის ყველასთვის ზოგი ვეღარ უძლებს და ქრისტემ თქვა
ბოლო დროს მეორე მოსვლის წინ ძალიან ბევრი დაკარგავს მოთმინებას. ძალიან ბევრი აღარ იქნება იმ პოზიციაში, რომელშიც ღმერთს უნდა რომ ეს პიროვნება ენახა. მაგრამ ჩვენ გავდივართ რა სირთულეებს. საკუთარ თავში ვიცით, მე ღმერთმა მითხრა რომ უნდა მოვითმინა. ბევრი უსამართლობა, ბევრი უკანონობა, ბევრი სირთულე შეიძლება გხვდებოდეს, მაგრამ მე არ მაინტერესებს. მე ერთი რაღაც მჭირდება. მოსათმენი თუ არის ამხელა და მოთმინება მაქვს ამხელა, მე პრობლემა არ მაქვს. მაგრამ ავიღოთ პირიქით. რო უყურებ ზოგიერთ ადამიანს, აი ამხელა მოსათმენი. ამხელა მოუთმენლობა აქვს და პრობლემა დექცა. პრობლემა დექცა ელემენტარული რაღაც. ისეთი რაღაცა მითხრა. რა მოხდა გაატარე მე? დაივიწყე, მოითმინე. არა პიროვნებას უნდა რომ გაამუქოს, იმიტომ რომ ხალხი აჩვენებს მე რაღაცა პრობლემა კი არ არის მოსათმენი დიდი. მოუთმენლობა არის და არეულობა შენ სამყაროში. და ღმერთს უნდა რომ დაალაგოს ჩვენი შინაგანი კაცი იმ მტკიცე სულით, რომელიც ჩვენში უნდა რომ ნახოს. მოდით ერთი ადგილი მინდა ვნახო კიდევ იაკობის წერილში და ჩვენ 2-3 წუთი დაგვრჩა და ვილოცებთ. იაკობის და რომაელთა წერილი. ნახეთ რა საუბარს იაკობი. როცა შეგხვდება სირთულე ცეცხლით ნათლობა, ქრისტე შეგვპირდა და იოანე ათასმცემელი თქვა რომ იქნება ცეცხლით ნათლობა. იქნება სირთულეები იმისათვის რომ ღმერთმა ჩვენში ის მტკიცე ბუნება დაბადოს და შექმნას. იაკობის 1-ის მეორე-მეოთხე მოხლებს დავიკითხავ. ყოველგვარ სიხარულე ჩათვალე ძმანო, რა. როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ვარდები და სხვადასხვა სირთულე შეხვდათ. იცითო და წინასწარ იცი რომ ღმერთი უშვებს ამას, რომ თქვენ არ იყვეთ ესეთი ლაითები. იცით რა რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის. მოთმინებას კი ქონდეს სრულ ყოფილი მოქმედება. ბოლომდის მოითმინე და კარგად მოითმინე. რატომ უნდა მოვითმინო? რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ღმერთს რა უნდა, ჭირი უნდა შენ ცხოვრებაში და სირთულეები უნდა როქოს, არა, მოთმინება უნდა, რომ მომთმენი იყო და ამტანი იყო და გაუძლო ყველაფერს. ცხელა უნდა მოითმინო, ცივა უნდა მოითმინო, ჭირს უნდა გადაიტანო. რატომ ვითმენ? რატო უშვებს ღმერთი განსაცდელს და აი ამ სირთულეებს? რათა იყოთო სრულქმნილნი, წუნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ღმერთს უყურებ ახლა ზოგიერთ არ ყოფნის მოთმინება და რა ვქრათ? აწოლებს თავისთავად. ზოგს თავისთავად აწოლებს და მე ვიღაცაა სხვა დამნაშავე. წინასწარ ვიცი როგორი იქნება ადამიანების თუ მორწმუნე კაცი ოჯახს შექმნის. მოთმინება აქ ისეთი რომ შვილებსაც კი ეყოფათ. შენ ერთ კი მოგიოზე ამას ოჯახი დაენგრევა რა. ოჯახები ენგრევათ ადამიანს ქარაფშუტებს. ქარისმენ აღგულ ჩენჩოს რო წააგვანანო ბიბლია ამბობს. და თავზე რატო ემხო? იმიტომ რომ კი მიმაორებ. არ იქნება დრო რომ ჩვენზე არ იქნება განსაცდელი დაშვებული. ღმერთი უშვებს სპეციალურად რომ წმენას გამოსადოს და საკუთარი მდგომარეობა დაგვანახოს რომ შენ არ ხარ მტკიცე და ურყევი. შენ ქარისმენ აღგულ ჩენჩოს წააგო. და ვერ წახვალ და ვერ მიიღებ ისეთ რაღაცებს, რაც უნდა მოვიდეს მომავალში. მე მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი რაღაცები მივიღო. სტალინზე ვილაპარაკე და თქვი რომ სტალინიც რას აკეთებდა? გაუძლო ჯოჯოხეთს. სანამ ავიდოდა იმ პოზიციაზე, რომელზეც ის იყო. მეგობრებმა ფსევდონიმი დაარქვეს, შენო სტალი რუსულად ნიშნავს გამოწვდობილ ფოლადს. შენ ყველანაირად გამოიწრთვენ, ცხოვრებამ ისეთი კაჟად გაქცია და შენ თუ შეუძლებელი აღარაფერი არ იქნება და რა გააკეთა? მე სტალინის მოხოდბი არ ვარ, მაგრამ ქვათა ხანიდან ატომურ სახელმწიფოდ გადააქცია. უამრავი მტერი, უამრავი უბედურება, უამრავი საშინელებაა ჩადენილი ამას, მაგრამ არის რაღაცა, რაც უნდა რომ ქვათა ხანიდან და წაქცეული მომსპარი აიყვანა ატომურ სახელმწიფომდე, რომელსაც მთელ მსოფლიოსაც ეშინია დღეს. შენ ცხოვრებაში თუ გინდა დიდი რაღაცებს მიწვდე, ჩემო კარგო ეცოდე, არაფერი არ მოვა, ყველა ილუზიებით, ნუ დადიხარ, დიდი მოთმინების ქვეშ უნდა დაგინახოს ღმერთმა, რომ უძლებ ყველაფერს. და გადაიტანე ის რაღაც, რაც ხვებს არ შეუძლოთ რომ გადაიტანე. თან იმავე დროს ღმერთს არ ღალატობ. მოდიხარ მსახურობ. მე ბევრჯერ მოსულვա მსახურებაზე ცეცხლში. ცეცხლი ყოფილა ჩემს თავზე. იმდენად ძლიერი რაღაცეები და სირთულეები. მოვდივარ და უნდა ღმერთო, მე მაინც ვაგრძელებ, ვითმენ, მოთმინება გასაჭიროება, რომ შეასრულო ღმერთის ნება და მიიღო აღთქმული.
იმუშავე, გადაიხადე და იცხოვრე. მოითმინე, შეასრულეთ აღმერთცნება და მიიღე აღთქმულს. არ მოითმენ, არ იქნები ერთგული და მიზღვნილი და ღმერთცნების შემსრულებელი. დაემშვიდობე ღმერთის აღთქმებს. იმიტომ რომ ღმერთი გეუბნება, რომ ასე იქნება შენ ცხოვრებაში, რომ მიიღო აღთქმები. პავლე თქვა, თუ ვინმე მერყეობსო, ჩემი სული არ ითინავს ასეთებს. პიროვნებები, რომელიც ლერწები არიან და რა უნდა მოვითმინო ეხლა დავიღალე ამ მოთმინებ და კი ბატონო, შენთვისაც არის გზა. შენ შეგიძლია შენებურად გადაწყვიტო. და ღმერთი ცოტა სხვაგვარად მოგვიწოდებს. წამოდექით ჩემთან ერთად, მე მინდა რომ ვილოცოთ. ილოცე რომ შენ თვითონაც გამოიმუშაო ის ხასიათი და უნარჩვევა, რომელიც ღმერთს უნდა რომ ჩვენ ცხოვრებაში ნახოს და ანალოგიურად ჩემს გარშემო თუ იქნებიან ასეთი ლომები, რომელიც სულით მტკიცენი არიან და ურყევები და არ შემეშინდება, რომ ეხლა არაფრის მოთმენას ეს არ აპირებს და ოდნავ სიფრთხილე მოვა თუ არ იმ წუთში დაიწყებს საწინააღმდეგო ლაპარაკს, პირიქით, რაც უფრო რთული იქნება წინააღმდეგობები, მით უფრო არის სიმტკიცე. რათა ვიყოთ სრულქმნელი, წუნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე, იმ დიდ მოთმინებაში, რომელსაც შევგვპირდებით ჩვენ უფალ